ამ ვიდეო გაკვეთილში ჩვენ ვასრულებთ ჩვენი სისტემური კონფიგურაციების შესწავლას. ჩვენ გავჩერდით software and update-ზე, ანუ განახლებებზე ჩვენ ოპერაციულ სისტემაში გავხსნათ იგი. შევხედოთ თუ რა ხდება აქ. პირველი არის Ubuntu-ს ოფიციალური განახლებები. და შეგვიძლია მოვუნიშნოთ სხვადასხვა რეჟიმები თუ საიდან გადმოიწეროს და საიდან არა. პირველი გახლავთ Canonical supported free and open source software, ანუ ოფიციალური open source, ანუ ღია source წყაროდან გადმოსაწერი update-ები, შემდეგი რაღაც community maintained და ასე შემდეგ. ასევე შეგვიძლია ჩაუვთოთ source code გვინდა თუ არა, აი ხედავთ ყველაფერზე parallels ითხოვს და ძირითადად ეს update-ები იწერება ჩვენი ქართული სერვერიდან, თუმცა არ მგონია საქართველოს სერვერიდან Ubuntu-სთვის კარგი update-ების განმოწერის საშუალება იყოს, ამიტომ ჯობია აქ მივუთითოთ United States-ები, ანუ ამერიკა. გადავდივართ Other software-ზე. Other software გარდა Ubuntu-s განახლებებიდან შეგვიძლია მივუთითოთ სხვა განახლებებიც, აი მაგალითად ამ შემთხვევაში Google-ის რაღაც განახლების მხარდაჭერა მაქვს მითითებული. შემდეგ update-ების setting-ები უშუალოდ თუ მაგალითად რამდენ ხანში ერთხელ გააკეთოს ყოველდღე, გვანახოს თუ არა მაშინვე, თუ კვირაში ერთხელ, მოკლედ კონფიგურაციები ჩვენი სურვილის და მიხედვით. შემდეგ გახლავთ აუთენტიფიკაცია, ანუ ოფიციალური ლიცენზიები ჩვენი update-ების, აი ესენი გახლავთ ლიცენზიები, რომლითაც ჩვენ ვუკეთებთ ჩვენ ოპერაციულ სისტემას განახლებას და ბოლოს გახლავთ ესეთი ჩანართი additional drivers, ანუ თუ ჩვენ კომპიუტერში რომელიმე დრაივერი არ არის დაყენებული და აფერხებს ჩვენი სისტემის მუშაობას, შეგვიძლია მოვძებნოთ ეს დრაივერი უпростоრად თვითონ ავტომატურად ეძებს ამ ყველაფერს და მარტივად გავმართოთ ჩვენი სისტემა. თუმცა ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ მე ყველა დრაივერი დაყენებული მაქვს, რაც მჭირდება და ამ შემთხვევაში არაფერი არ შემომთავაზა. გადავიდეთ შემდეგ ჩანართზე. აი update-ის მერე ყოველთვის cache მეხსიერების განახლებას აკეთებს. Time and date ჩვენ განხილული გვაქვს. შევიდეთ Universal Access-ში. პირველი გახლავთ რამდენიმე პარამეტრი, აი პირველი მაგალითად high contrast-ი, ანუ Ubuntu სტანდარტული პროგრამების იკონკების, ასე ვთქვათ, გამოყოფას ახდენს აი განსხვავებული სტილით. მეორე გახლავთ large text-ი, ანუ აი ჩვენი ტექსტის უფრო გადდება. Screen reader-ი, ანუ ეს არის ეკრანის წამკითხავი. Screen reader on, desktop frame, screen reader off. თვითონაც ხოვანი შეტყობინებით გვაუწყობს მისი ჩართვის და გამორთვის შესახებ და ერთი ძალიან კარგი ფუნქცია beep on caps and num lock, ანუ როდესაც ჩართული გვაქვს მაგალითად caps lock-ი და ვემოვჩნოთ მას, აი ხშირად გონია ან პაროლი შეკავს და გონია სწორი არის და ამ დროს არ არის სწორი და გაპაროლი გვაქვს caps lock-ი. თუ caps lock-ი ჩართულია, ამ შემთხვევაში მოგვივა ხმოვანი შეტყობინება. შემდეგი გახლავთ hearing-ი, რომელიც ამატებს ხმოვან შეტყობინებას ვიზუალურ ეფექტსაც. უბრალოდ შეგვიძლია ეს ჩავრთოთ და გამორთოთ. შემდეგ არის რაღაც პატარა დამხმარე საშუალებები კლავიატურაზე აკრეფვის დროს, მაგალითად აი რომელიმე შევხედოთ slow keys, ანუ ამ შემთხვევაში თუ ჩავრთავთ, როდესაც ყველა event-ის გაკონტროლება ხდება, მაგალითად კლავიატურაზე დავაწექი, მიიღო თუ არა ეს ბრძანება, ან უარყავი, ან bounce keys, რომელიც ახდენს ესეთ რაღაცას დაყოვნებას ერთი და იგივე სიმბოლოების აკრეფვის დროს, აი duplicate key press-ის აკრეფს თვითონ და ასე შემდეგ. ბოლო არის pointing and click-ით, ანალოგიური ივენთები არის, მის დაწვრილებით განხილვას არ დავიწყებ, მაგალითად mouse-ის დაჭერის აღწვრის ევენტზე და ასე შემდეგ. და უკანასკნელი ჩვენი ჩანართი ჩვენი სისტემური კონფიგურაციების გახლავთ user accounts, ანუ აკაუნტები, იუზერები, რომლებითაც შეგვიძლია შევიდეთ ჩვენ სისტემაში. ამჯერად ერთი
იუზერი მაქვს, ჩემი იუზერი, ადმინისტრატორი, სუპერიუზერი, რომელიც უფლებამოსილია ყველა ბრძანების განხორციელებით სისტემაში და უბრალოდ შეგვიძლია დავამატოთ ან წავშალოთ ნებისმიერი იუზერის სურვილის და მიხედვით, აი ერთხილაკით ხდება და შეგვიძლია ასევე წავშალოთ. ვალობთ ყურადღებისთვის.